გამარჯობა და გამარჯობა ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეები. მე გახლავთ თემური ბოქელაძე. აი ეს თემური ბოქელაძე, რომელიც არაერთი აქციის ორგანიზატორი, ლიდერი თუ რიგი ჯარისკაცად დამგრავა. ვიყავ ყოველთვის ჩემი ერის მხარეზე და ვიყავ ყოველთვის უსამართლობის წინააღმდეგ. დღეს მაქვს შესაძლებლობა უკვე რომელიც გვერდში დამიგრე ბატონი ზაურხაჩიძე და მამა ამირან ამანაშვილი მომწეს ის შესაძლებლობა რომ უკვე გაგეცოთ როგორც ქალაქ თბილისის მომავალი მერი. იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის რეალური კეთილდღეობისთვის ვიბრძოდი მთელი ამ წლების მანძილზე. ვიბრძოდი მიწების არ გასხვისებაზე, კოვიდ პანდემიის და თქვენს ქალაქის როგორი აფიორო იყო მსოფლიო დონის და ვიბრძოდი რომ სავალდებულო ვაქცინაციები არ ყოფილიყო. ვიბრძოდი იმისთვის რომ შობადობა წახალისებულიყო, იმიტომ რომ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავარ. ბოლო 10 წლეულებია სიკვდილი რომ გადაასწრო შობადობა. სამუდამოდ ვიბრძოდი სკოლაში, რაც უმნიშვნელოვანესი არის მართლმადიდებლური ქრისტიანობის სკოლაში გაკრეტილების დაბრუნებისთვის, ვიბრძოდი სამხედრო გაკრეტილების დაბრუნებისთვის. ძალიან ბევრ ადგილას ვიბრძოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემ ქვეყანაში უკეთესი ქრისტიანი ყოფილიყო და დღეს გთხოვთ ყოველ ქვეყანას ახლა მჭირდება მაქსიმალურ მხარდაჭერა. მამული ენა სარწმუნოება. სამი უმნიშვნელოვანესი სიტყვა, რომელიც ჩვენმა ქვეყანაში ჩვენი გმირი წინაპრები თავს წირავდნენ, რომ ყოველივე ეს შეგვენარჩუნებინა და ილია მართალმა გაგვიტოვა მამული ენა სარწმუნოება. ხო? ამიტომაც დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს გავიარეთ ყოველგვარი რეგისტრაცია და საარჩევნო სიაში ვართ ნომერი 1. ამიტომაც ყველას გთხოვთ, ვინც არჩევნებზე მიბრძანდებით, არ გააბრალოთ არც ერთი სხვა ნომერი, გააბრალოთ ხოლმე პირველივე ნომერი. მამული ენა სარწმუნოება. ქალაქ თბილისის მერად. მე თეიმურაზ ბოქელაძე. არ გთხოვთ მხარდაჭერას იმის გამო, რომ თემური ვარ ბოქელაძე. არამედ მხარდაჭერას გთხოვთ იმის გამო, რომ რასაც კარგ საქმეს ვაკეთებდი, ბევრად მეტი კარგი საქმე მიგავაკეთოთ ჩემი ერისთვის. იმიტომ რომ დროა საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები, თორემ ამდენად დაჭმა 1000 გვარმა იდეებმა და ერთმანეთზე მხოლოდ შოროწყում და ღლიცმა ჩვენი ქვეყანა უწყრულის პირას დააკეთა. ამიტომაც მოგვმართავთ ყოველ ქვეყანას. პროექტები მაქვს ერთი მეორეზე უკეთესი. ერთ-ერთი გეტყვით მაგალითად 8-10,000 პენსიონერი ხო საქართველოს მარშად მე თბილისის მერად უკვე კეთ, მაგრამ შესაძლებლობა აქვს რომ 8-10,000 ადამიანს თბილისის მერის დაქვემდებარების შეუქმნა სააფთიაქო ქსელი, სადაც ყოველი გვარი მოგების გარეშე გაიყიდება წამლები. თუ მაგალითად წას გვარ გარეთ ვიყიდით წამალს ერთლარად, აქვე ჩამოვიდეთ, აქაც ერთლარად გავყიდით. პირდაპირ, იმიტომ რომ მოგებაზე არ შეიძლება იმუშაო იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი პენსიონერი ყავს, ამდენი ადამიანს წამალი სჭირდება. და ამავდროულად ამ პროექტში ვიძახი იმასაც, რომ ომის ვეტერანებს და ყველა შიშიმოკვირს წამლები რა თქმა უნდა უფასოდ. ამავდროულად მაგ კიდე ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალაქ თბილისის მერია. ბოლო წლების მანძილზე ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ოჯახს უქმნის ბინის კირას. მოგეციან ზოგ სახლი ენგრევა, ზოგი ავარიული და ეს ადამიანი რომ გაკეთო ბინის კირას უქმნის ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ოჯახს 6 მილიონ ლარზე მეტს. ამიტომაც გამოდიოდი ინიციატივი, რომელიც ინიციატივა არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი, ხო? შევქმნი საერთო საცხოვრებელს, ანუ ამ თანხით გავაშენე საერთო საცხოვრებელს მართალია უცხოელად გეტყვით, პირველი 2 წელი გაგვიჭირდება, მაგრამ საერთო მიზნებში არც 1500 ოჯახი გვექნება, რომელშიც 6 მილიონ ლარს ფაქტობრივად ჰაერში ვყრით, ქირაში და 1500 ოჯახის გარდა კიდევ საერთო საცხოვრებელს როდესაც ავაშენებ, არ გვეყოლება არც ერთი უსაფრკარო და ეს 6 მილიონი ლარი პირდაპირ მნიშვნელობით ჩაიდება სკოლის კვებაში, რომელიც სკოლის კვებას არ უნდა მოვამაროთ და კერძო ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და შეუძლია პირობითად აწარმოოს 100,000-ის კარტოფილი, 100,000 ღირებულების კარტოფილი, იმას კი ერქვა სადაც სად გაიყიდოს, არამედ ის პირდაპირ მოგვაქვს და სკოლებში შეგვაქვს. ძალიან ბევრი წერს ხოლმე კომენტარებში, რომ თბილისში 640,000 ბავშვი არ არის. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ქალაქება დაყო ბავშვები, იმიტომ რომ თაობა, რომელიც თაობაც მოდის, ჩემი ქვეყნის მომავალია. სამიტომაც კი, თბილისშიც იქნება და ყველა ქალაქში იქნება სუფთა ნატურალური პროდუქციით მომარაგებული და არც ერთ ბავშვი არ იქნება მშია
ყოფილიყოს არა მარტო იმ საჭირო ინვენტარი რაც სკოლაში ჭირდება და ასაცმელი რაღაცა კვების ფულზეც, ხო? თქვენ ჩემზე კარგად იცით როგორ გვიჭირს დღეს ეს და დღეს როდესაც ერთმანეთს აკრიტიკებენ, ამცირებენ, ვიღაცა რაღაცა დააბრალებენ და ასე შემდეგ, რომელ კრიტიკაზე და ასე ვთქვათ, რომელ დისკუსიაზე რავი როგორც კიდე და დავარქვათ რატომ უნდა მაგერი ყოველივეზე, როდესაც მინიმუმ 672,000 სოც დაუცველი იყოს, ხო ქვეყანაში. ამიტომ დასაქმებაზეც მაქვს ჩემი პირადი, ესე ვთქვათ, სურვილი რომ თუ შევძელი გარდა იმისა, სოც დაუცველებს კვებითი რაციოს გაუმჯობესებისა და ფინანსური დახმარების გასვლის სურვილი მაქვს, მინდა რომ თუ სურვილი ექნება ყოველი ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც დავასაქმოთ თბილისის მერის სხვადასხვა სამსახურებში. ეს არის რამოდენიმე ჩემი ინიციატივა, რითიც მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო, იმიტომ რომ აქამდე ვიბრძოდი, მოგეხსენებათ, ახლაც ბრძოლას ვაპირებ და იცოდეთ, ყველგან ნახავთ სამართლიანს რა. ჩემთვის ჩემი იერი არის უმნიშვნელოვანესი. ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის მეგობრები მყავს, უახლოესი, მაგრამ ყველა ვიცით, რომ საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების გადაიქნებინა. მე პირადად ძალიან ბევრი გამოვიარე. რამოდენიმე წელი არის პირდაპირ მნიშვნელობით. არაერთი მოგზაურები ყოფილა და შენებების შემოთავაზებები, მაგრამ დღემდე გავუკიდავით დღემდე იმ სულისკვეთებით მოდრა, რაც სუფთა ეროვნული სულისკვეთება გვია და აქედან გამომდინარე მინდა კიდევ უფრო მეტი ვაკეთო ჩემი ერისთვის, ჩემი ტრადიციებისთვის, ჩემი ღირსებისთვის, ჩემი ქვეყნის ისტორიაზე შევხედოთ მარტო თავს წირავდნენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქამდე მოგოქცია და დღეს ჩვენ რას ვაკეთებთ ერთმანეთს ვჭამთ, როდესაც ამდენი პრობლემები გვაქვს საქართველოში, ხო? ეხლა ერთ ჩამოთვალ ის იკეთებას მინდა და რაც გამიკეთებია, ბევრად უფრო მეტი მინდა და მერს ვთხოვრო, დამიგდეს ხარში და შემეწიოს ამ ყოველივეში. ამიტომაც მოგმართოთ ყოველ ქვეყანას. გააფრთხილეთ არჩევნებზე მამული ენას დარწმუნება. პირველი ნომერი. ღმერთის წყალობით ღმერთმაც არ დაუშვა, რომ მამული ენას დარწმუნება ყოფილიყო პარტია და ყოფილიყო სხვა ნომერი. ღმერთმაც კი შეგვაძლევს, რომ იმ დორუაში სხვადასხვა ციფრები და პირველი ნომერი ამოგვივიდა. ამიტომ პირველი ნომერი გააფრთხილეთ მე თბილისის მერად. ეუროს პროკურორი და კიდევ ყველგან აქვს სამართლიეს და ბევრად უკეთეს მომავალს ერთად შევდით. გენაცვალეთ გულებში და ძალიან მიყვარხართ რა. მიყვარხართ იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვიზენ თქვენი ხარჯით გომოდა ეს ყველაფერი რაც გამოვიარე ღმერთის წყალობით და თქვენი თანადგომით ბევრ რაღაცაში გავიმარჯვეთ. ამიტომაც დროა უფრო მეტი გავაკეთო და სკამისთვის არ აქვს. თბილისის მერის სკამისთვის აქვს. მე ვიძინ მეტი რეალური ბერკეტი და შესაძლებლობა მქონდეს ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის. გააფრთხილეთ პირველი ნომერი.